მამაჩემმა გურიიდან ჩამომიტანა ასე ჟუნტალა მანდარინები. რა თქმა უნდა, აქედან კარგებს ვარჩევ საჭმელად და გასამასპინძლებლად, მაგრამ იმ პატარას რა ვიცი, ხა კი გემრიელი კია უსასუქოა და უყოლაფრო, მაგრამ რა ვიცი, ხა რა გაჭირება ამ ფერი შევჭამოთ. ასეთი ამბავი ვიყიდე, ნახე რა კაი რამეა. 7 ლარად. ნავთლუღის ბაზარში მივაგერი და ისე ვერთობი გადარეული ვარ. ჟავია, დასალევად მჟავია. რა უნდა იყოს ჯერ მანდარინი რა, მე იმის წვენი რა უნდა იყოს, მაგრამ თაფს ურევ ცოტას. და გამოვიგონე, ნახე რა კაი რამეა. ძლივს ირჩევა, შეხედეთ, მიწეპებული აქვს აი ქერქები, ისეთი წვრილია. მაგრამ ჩემი სახლისაა და მიხარია ჩემი ბავშვობის დროინდელი. ასე ჩავდეთ. ჭლუტ, დავჭლუტა. ნახე. აჰა. სულ რა უმარტივესი მექანიზმია, მაგრამ გადასწარებია. რა ძნელად ირჩევა კაცო. ამის ნერვები ვის აქვს? მაგრამ მოცლილ დროს შეიძლება. კაი გასართობია. ბავშვები გიждდებიან, ვასმევ აქ გამოვლეთ ყველა. აჰა. წვები კარგად. დიდი ზუზნაობა გია ის. მაგრამ მაინც კაია. იოლი და მარტივი. ერთი კოვზი თაფლი ვდგუნოთ. აურიოთ. ძნელად კი იხსნება თაფლი ახლა უკვე სამთარში. მაგრამ რომ გაიძრება, კაია მშვენია. აჰა. ინერე. არ წამევიდათ ქრიალით. ხელოსნები მყავდა იმერლები. გია და არ მახსოვს მით ბიძაშვილს რა ერქვა. ბინას არემონტებდნენ ჩემს ბინას და ლესავდნენ კედლებს და მე დროდადრო მივდიოდი. ასე მეუბნებოდნენ. არ არის ახლა იგი წონწყლო. არ გოუდის ზიპინი. იმის მერე მახსოვს. ქოთაჯურის ეს სახლი ააშენეს მერე გიამ და მისმა ბიძაშვილს. არა, ის ჩვენი გია არა, ის სხვა გია. არ არის ახლა იგი წონწყლო, არ გოუდის ზიპინი. აჰა, არ არის ახლა იგი წონწყლო. შეგეზარებათ გაარჩევ და პირდაპირ მიირთმევთ. წუწაობა რომ მომწყინდება, მე ვიძახი არ ვარ გამეთქი და რომ მომწყინდება, ასე გავერთო. რომ მომბეჟდება, ვარჩევ და ვჭამ. კაიკია გემრიელია ნაცია. საშნელი სანახავია, მაგრამ ჟუნტალა შეხედე რა ფერი. მამა რომ არ იყოს, ახლა მას ხომ დუუბრუნებდი უკან. ნახე რა ფერები მომიტანა. მაგრამ ჩემი ეზოსაა და მიხარია. კურკანტელას ავიდა. ოი დედა. აი, ეყობა. მიტროფანე ლაღიძის ხსოვნა იყოს. აი მე დედა. უსაქმური კაცივით ვიქცევით, სხვა საქმე არ მაქვს. ყველაფერი რომ დაცვივდება და ფოთოლი ჩამოცვივა, რჩება 64-ის ვაში. ეს შედარებით ახალი ჯიშია, ეს ის ჯიში არა მაისში რომ მწიფდება, ახლა მწიფდება საახალწლო. სანამ ყინვა არ მოხვდება, მანამდე არაა კაი. ყინვა რომ მოხვდება, მერე ჩაშაქრდება, კარგად ჩაკრიპუჭდება და ძალიან გემრიელია. ყვავის ულამაზესად ვარდისფერი, თეთრი ვარდისფერი ყვავილები. ნახე რა მისი ლამაზია. ნახე რა სიანა. გადასარევი ჯიშია, გადასარევი ზამთრის ჯიშია. გაზაფხულზეც ლამაზია და ახლაც ლამაზია. ძალიან ლამაზია. ძალიან უხდება საახალწლო გვირგვინებს. წიწვებთან ერთად. და ახლა ყველაფერს რომ მივალაგებთ და ახალი წლის ამბებს დავიწყებთ, გვირგვინებში ჩავაწნავთ, ნახე რა მისი ლამაზია. ძალიან რომანტიულია. ამის ნერგები გვაქვს. და გაზაფხულზეც გვექნება.
ძალიან კაი ჯიშია, თუ კი დარგავთ, ხარობს გადასწარებად, სიცივის არ ეშინია, სიცხეს კარგად იტანს და კაი ჯიშია რა. ძველი ჯიში არაა, მაგრამ ძალიან ლამაზი და ძალიან გემრიელია. ამის გემო რა უნდა იყოს, მაგრამ ასე ყუნწებიანად ვაკეთებთ მურაბებს. და ძალიან ლამაზია მურაბაც. არა კაი, ჩვეულებრივი ვაშლივითაა და ახლა ჩამტკბარიან თლად. ძალიან კაი.